ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით 2025 წლის იანვარ-ივნისის მონაცემებით საქართველოში ტურისტული ვიზიტების რეკორდული მაჩვენებელი დაფიქსირდა და ისტორიულ მაქსიმუმს 2.300.000 ვიზიტს მიაღწია. მათივე ცნობით საერთაშორისო მოგზაურის ვიზიტების რაოდენობამ კი 3.200.000 შეადგინა. ეკონომიკის მინისტრის შეფასებით ეს სტატისტიკა იმაზე მიანიშნებს, რომ მთავრობის პოლიტიკა ამ მიმართულებით სწორია. ეკონომიკის მინისტრის შეფასებით ზრდა მთავარი სამიზნე ბაზრებიდან, ევროკავშირიდან, გაერთიანებული სამეფოდან, სპარსეთის ყურის ქვეყნებიდან. თუმცა სწორედ ეს სტატისტიკური მაჩვენებლებია, რომელიც სექტორის ცალკეული წარმომადგენლების მხრიდან კითხვის ნიშნებს აჩენს მათში. რამდენად სწორად ხდება აღრიცხვა და რას ეფუძნება ეს მაჩვენებლები, ბიზნეს პარტნიორი შეკითხვებს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი მაია ომიაძე უპასუხებს. მოგესალმებით, ძალიან დიდი მადლობა გააცემა სტუმრობისთვის. საკმაოდ კარგად გამოიყურება ის მაჩვენებლები, რომელიც გავრცელდა და ისეთია პირველი ორი კვარტლის მონაცემებით 2.300.000 ვიზიტორი საკმაოდ კარგად ჟღერს. რეალურად წინა წლის იგივე პერიოდს რომ შევადაროთ, ამით დავიწყოთ ჩვენი საუბარი და მიუხედავად იმისა, რომ პრაქტიკულად თქვენი ადმინისტრაციაც ეკონომიკის სამინისტროც მოლოდინი გაქვთ, რომ დაუშვათ წელს ბევრად კარგი ტურისტული სეზონი გვექნება საბოლოო ჯამში და ტურისტების რიცხვიც საკმაოდ მაღალი იქნება. რამდენ მაინც ელოდით დაუშვათ აი ამ მოცემულობას, რომელიც ახლა მივიღეთ სტატისტიკური მაჩვენებლების კუთხით. მოგესალმებით, მივესალმებით თქვენს მაყურებელს. დიახ, პირველი ორი კვარტლის მონაცემები მივიღეთ და უნდა აღინიშნოს, რომ ნამდვილად ძალიან კარგი დინამიკაა, პოზიტიურად მიდის სეზონი, ზაფხულის სეზონი ძალიან დატვირთული არის. თქვენ ციფრები აღნიშნეთ და მოკლედ მაინც განმეორდებით. დიახ, პროცენტულ მაჩვენებელს ეს მნიშვნელობა აქვს გასულ წელთან მიმართებაში. ტურისტული ვიზიტი 2.300.000 იყო, რაც თითქმის 5%-ით აღემატება გასული პერიოდის ამავე პერიოდს და საერთაშორისო მოგზაურებში დაახლოებით 7%-ით აღემატება გასულ წელთან მიმართებაში 3.200.000 საერთაშორისო მოგზაური ჩამოვიდა პირველი ორი კვარტლის განმავლობაში. რა თქმა უნდა, ქვეყნებს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. პირველ ხუთეულში, რა თქმა უნდა, და პირველ ათეულში ყოველთვის არის სამეზობლო ქვეყნები, ვინც როგორც წესი ლიდერობს ხოლმე, იმიტომ რომ ეს ასეც ხდება ლოგიკურია, ვერასოდეს ვერ გაატარებს საჰაერო გადაზიდვა იმდენს, რამდენსაც სახმელეთო და ნებისმიერ ქვეყანას ტოპ, ასე ვთქვათ, ხუთეულში ძირითადად მეზობელი ქვეყნები სტუმრობენ ხოლმე, თუმცა აღსანიშნავია და მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ მზარდი დინამიკა არის სწორედ იმ ბაზრებიდან, რომელიც არის ჩვენი სამიზნე ბაზრები, რომლებზეც აქტიურად მუშაობთ, რომლებზეც ფრენები ემატება, სიხშირეები ემატება, მარკეტინგულ კამპანიებს მუდმივად ვახორციელებთ, ბიზნეს სექტორთან ერთად მუშაობთ. ეს არის ევროკავშირისა და ევროკავშირის ქვეყნები და ბრიტანეთი, ყურის ქვეყნები, ჩინეთი, ინდოეთი. ჩვენ წელს აქტიურად დავიწყეთ მარკეტინგული კამპანია ადგილობრივ მარკეტინგულ კომპანიებთან ერთად. მთელი წლის განმავლობაში ძალიან დატვირთული მრავალმხრივი კამპანია გვაქვს, შეიძლება ითქვას აღნიშნულ ბაზრებზე და სწორედ ეს აისახება შედეგად, როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ, რომ ზუსტად ჩვენი კამპანიები ფრენის სიხშირეების თუ ახალი ფრენების დამატება და შედეგად ასეთი ციფრები ერთმანეთს რა თქმა უნდა ემთხვევა. პირობითად ვამბობ, აი მეორე კვარტალში მხოლოდ ბრიტანეთიდან ასეთი ოდენობით ტურისტების ზრდა, მხოლოდ ამას შეიძლება უკავშირდებოდეს, რომ კვირაში 6 სიხშირე რეისები დაინიშნა და ჩვენ როგორც ავიაკომპანიებთან ერთად, როგორც დაბალბიუჯეტიანი ასევე. დიახ, კვირაში 4 ჯერ არის იზი, ბრიტანეთის ავიახაზები 2 ჯერ იზიჯეტი, კვირაში 6 დღე არის, თითქმის ყოველ დღე არის ფრენა. ჩვენ რა თქმა უნდა ამას მივახმარეთ ძალიან აქტიურად ბრიტანეთის ბაზარზე კონკრეტულად მარკეტინგული კამპანიები ძალიან დატვირთული, მათ შორის ავიაკომპანიებთან ერთად და ბუნებრივია ეს ყველაფერი ერთად ციფრებში აისახება. რეალურად შეგვიძლია თუ არა იმის თქმა, ეხლა რა ჩამონათვალის გაკეთეთ, სწორედ ამის გათვალისწინებით ვკითხულობ, რომ რეალურად მოვახერხეთ მეტნაკლებად ბაზრების დივერსიფიცირება. თქვენ კი ახსენეთ, რომ როგორც ტრადიციულად სახმელეთო, ანუ მეზობელი ქვეყნებიდან არის ხოლმე ძირითადად ტურისტების ნაკადიო, მაგრამ აი ეს ბაზრების დივერსიფიცირება, როდესაც ვსაუბრობთ, მაგრამ ბაზრების დივერსიფიცირება რა ჩვენი მიზანია და იმ მარკეტინგ
მარკეტინგულ კამპანიებს აუცილებლად ცალსაკე შევეხები, იმიტომ რომ ძალიან აქტიური კამპანიები გაქვთ უკვე წლინის დასაწყისიდან ამ დრომდე. რეალურად შევძელით ამის გაკეთება, რომ დავუშვათ მეტნაკლებად თანაბრად იყოს გადანაწილებული. გასაგებია რომ ჩვენ აქცენტი გვაქვს ისეთი ქვეყნებზე, საიდანაც მაღალმხარჯველი ტურისტი შემოვა, რეალურად მეტ დროს გაატარებს და ამ შემდგომ, ანუ რეალურად რასაც ჩვენთვის შემოსავლების მეტი მოტანა შეუძლია, ხო? ამიტომ არის საინტერესო, მიზანი ბაზრების დივერსიფიცირება, ტურიზმის ეროვნული სააგენტოს ადმინისტრაციის ხელმძღვანელის გადმოსახედიდან შემიღწებულია. უნდა აღინიშნოს, რომ პირველ რიგში ეს არის სწორი სტრატეგია, იმიტომ რომ არ შეიძლება მხოლოდ ერთ ბაზარზე იყო კონცენტრირებული, ბევრი მიზეზის გამო და ბევრი სხვადასხვა ფაქტორის გამო ყოველთვის უნდა შეგეძლოს იმის ლავირება, რომ აქცენტი გააკეთო და შეცვალო, ვთქვათ, ესე თუ ის ბაზარი გარკვეული გარემოებების შემთხვევაში, მოდით ესე ვთქვათ, რა თქმა უნდა, თქვენ აღნიშნეთ, რომ მაღალმხარჯველუნარიანი ტურისტების და ბაზრების დივერსიფიკაციისკენ არის ჩვენი სტრატეგია. ეს არა მხოლოდ ჩვენი სტრატეგია, ზოგადად ახალი ბაზრები. პირობითად ვამბობ, ძალიან აქტიურად დაიწყეს ჩინელებმა და ინდოელებმა მთელ მსოფლიოში მოგზაურობა, ხომ? ისინი საკმაოდ მათი მახასიათებელი ქცევა, სამოგზაურო ქცევა, მოდით ასე დავარქვათ, არის საკმაოდ ხანგრძლივი მოგზაურობა. დაახლოებით 10-დან 14-15 დღემდე მოგზაურობენ და საკმაოდ ბევრ ფულს ხარჯავენ. მაღალმხარჯველუნარიან მოგზაურებად მიიჩნევიან, ხომ? შესაბამისად, არა მარტო ჩვენ, არა მარტო საქართველო, არამედ მთელი მსოფლიო ცდილობს, რომ გარკვეული წილი პროცენტი მოგზაურების ამ ქვეყნებიდან წამოიღოს. ჩვენ სწორედ სხვადასხვა ტიპის მარკეტინგული აქტივობებით. მარკეტინგულ აქტივობებში იგულისხმება როგორც ტრადიციული და არატრადიციული მედია. იგულისხმება ეგრეთ წოდებული road show-ები, ქვეყნის პრეზენტაციები, პოდკასტები, იმის მიხედვით თუ იმ ქვეყანაში რომელი მედია ხელსაწყო არის პოპულარული. იმის მიხედვით პირობითად ვამბობ, გერმანიაში ჩვენი სამიზნე სეგმენტი, ასე ვთქვათ, რომელ მედიუმს კითხულობს, საიდან ეცნობა ინფორმაცია ჩვენ ასეთი ტიპის კვლევა ჩავატარეთ ქვეყნების მიხედვით. ევროპის სხვადასხვა ქვეყნებშიც ბუნებრივია გარკვეული ჯგუფი, ასაკობრივი ჯგუფი აბსოლუტურად სხვადასხვა მედია საშუალებებით იღებს ინფორმაციას. შესაბამისად, ეს ქცევა სამომხმარებლო, რომელიც უკვე როგორც მოგზაურზე აისახება, ჩვენ ძალიან აქტიურად ვაკვირდებით და სწორედ აი ამ აქცენტებით და ქცევებით ავახდენთ ჩვენი მარკეტინგული კამპანიების ფორმირებას. ყავს ადგილობრივი წარმომადგენლები, 4 ადგილობრივი პარტნიორი ყავს, მოდით ასე დავარქვათ, ადგილობრივი წარმომადგენელი ევროკავშირის ქვეყნებს, ვინც ფარავს, ჩინეთს, ინდოეთს და ყურის ქვეყნებს. ვინაიდან თავისთავად ჩინელი ეს მოგზაურები ერთმანეთისგან ძალიან განსხვავდება, მათ შორის შინაარსობრივად მარკეტინგული კამპანიები იქნება თუ მედია საშუალებები, რა თქმა უნდა, ჩვენ გვჭირდება პარტნიორები, რომლებთან ერთადაც მოვახდენთ ჩვენი მარკეტინგული კამპანიების ფორმირებას, დივერსიფიცირებას, რა დაუბრუნდეთ, დიახ, ვფიქრობთ, რომ ეს არის ნამდვილად სწორი სტრატეგია, ჩვენც ამ ეტაპზე, რა თქმა უნდა, ვფიქრობთ, რომ საკმაოდ წარმატებული კამპანიები გვაქვს, სწორედ ამაზე მეტყველებს ციფრებიც, ის მოლოდინები, რაც გვაქვს წლის ბოლომდე, ვფიქრობთ, რომ ეტაპობრივად შენარჩუნდება. აქვე ვიკითხავ, როგორი მოლოდინები გვაქვთ, ანუ 2.300.000 საერთაშორისო ვიზიტორი, რამდენჯერ უნდა მეტი იყოს წლის ბოლოსთვის თქვენი გადმოსახედით? იცით როგორ არის, ჩვენ ხო წლის განმავლობაში ვაკეთებთ მოლოდინებს, წლის შეჯამებას ვაკეთებთ, რა თქმა უნდა, ზაფხულის სეზონი ზოგადად ტურიზმის ინდუსტრიისთვის ყველაზე მსუყია, ყველაზე მეტი ვიზიტორი ამ პერიოდში ჩამოდის და მერე გარკვეულწილად ეს, რა თქმა უნდა, ბალანსდება ზამთრის სათხილამურო სეზონით, თუმცა შუალედებშიც, რა თქმა უნდა, ესეთი აღმასვლა და დაღმასვლა სეზონებს, კვარტლებს, თვეებს, რა თქმა უნდა, ახასიათებთ. წლის განმავლობაში ჩვენ ვფიქრობთ, რომ დაახლოებით 8 მილიონ მოგზაურზე უნდა გავიდეთ. აბსოლუტურად რეალისტური მაჩვენებელია. ამ ყველაფერს დავიმახსოვრე წლის ბოლოსთვის. ხო, რა თქმა უნდა, ჩვენ ეს რა თქმა უნდა დაშვებებით გვაქვს გაკეთებული და ეს დაშვებები ხა თუ რაღაცა განსაკუთრებული მოხდება, ეს დაშვებები თავისთავად კითხვის ნიშნის ქვეშ შეიძლება დადგეს, მაგრამ ამ ეტაპზე მიუხედავად თქვათ турბულენტური გარემოსა რეგიონში თუ მსოფლიოში, ჩვენ შევძელით აი ამ
მარკეტინგული კამპანიებით, სწორი ეკონომიკური პოლიტიკით, ფრენების დამატებით, სიხშირეების დამატებით, მიმართულებების დამატებით, პოპულარიზაციით, მუდმივად მუშაობით სხვადასხვა ბაზრებზე პარტნიორებთან. ინდოეთში მაგალითად ჩვენ წელს რომ გამოფენაზე ვიყავით 40-ზე მეტი კომპანია იყო. ეხლა შანხაიში ITP შანხაიზე 48 კომპანია იყო ჩვენთან ერთად. ეს ახალი ბაზრებია რეალურად მარტო ჩვენთვის არა. კერძო სექტორისთვისაც და ზოგადად მთელი მსოფლიოსთვის ჩინური და ინდური ბაზარი სამოგზაუროთ მათი ასე ვთქვათ ტურისტული ქცევიდან გამომდინარე ახალია ძალიან აქტიურად ვემუშავებით ამ კუთხით სექტორს ვეხმარებით მათ კონტაქტების დამყარებაში ახალი ბაზრების ათვისებისთვის და ეს ყველაფერი ერთობლივად წარმატება როგორ შეიძლება შეფასდეს ან წარუმატებლობა ხო რა თქმა უნდა ძალიან ბევრი გამოწვევაც არსებობს ჩვენს საქმეშიც როგორც ყველაში მაგრამ ვფიქრობთ რომ აი ეს ციფრები რაც მივიღეთ პირველი ორი კვარტლის ნამდვილად მეტყველებს სწორ მუშაობაზე თქვენ თვითონ ახსენეთ ხა ჩინეთის ნაწილი ინდოეთის ნაწილი ჩინეთის ელჩი როდესაც იყო ჩვენთან გადაცემაში თუმრად მან თქვა რომ წარმოიდგინეთ რომ ერთი პატარა რეგიონის მოცულობიდან გამომდინარეო თუნდაც იმ კონკრეტული რეგიონის მოსახლეობის რაღაც გარკვეული პროცენტით რომ წამოიღოთ როგორც ტურისტული პროდუქტი სეგმენტი ანუ რეალურად ძალიან დიდ მაჩვენებლებზე გახვალთო და ეხლა აბსოლუტურად შეუძლებელია რომ არ დაეთანხმო ხო ჩინეთის მოსახლეობის რაოდენობის გათვალისწინებით რამდენად ეს რიცხვები სტატისტიკურად რამდენად შთამბეჭდავია ერთია ჩვენი ინტერესი ერთია სურვილი ერთია დაუშვათ თუნდაც ძალიან დიდი სურვილი რომ ისეთი ტურისტები მოვიზიტოთ რომელიც თუნდაც ქვეყანაში 14 დღეს რჩება პირობითად იმიტომ რომ ეს ძალიან ისეთი კარგი მაჩვენებელია ხო ქვეყანაში ამა თუ იმ მიმართულებიდან დარჩენის მაგრამ რეალურად შესაძლებლობა რამდენად გვაქვს და ის თქვენი პარტნიორები რომლებიც ჩინეთში გყავთ რამდენად ფიქრობენ რომ საქართველოს ჩინელი ტურისტებისთვის როცა მსოფლიოში ბევრი რამ არის სანახავი შეიძლება იყოს საინტერესო საქართველოს ზოგადად ძალიან საინტერესო ქვეყანაა შესაბამისად იმის მიხედვით თუ ჩინელი მოგზაური იქნება ინდოელი, ამერიკელი, კანადელი, ავსტრალიელი, გერმანელი თუ პოლონელი ყველას გემოვნება შეიძლება მოერგოს და თავისი ინტერესი იპოვნოს საქართველოში ჩვენ 4 სეზონიანი ქვეყანა ვართ 4-ვე სეზონი შეგვიძლია ტურისტი მივიღოთ და ძალიან მრავალფეროვანი განსხვავებული ტურისტული პროდუქტები გვაქვს ხომ პირობითად ვამბობ რამდენიმე 3 კვირის წინ დაახლოებით პრესტური გქონდა თუშეთში, სადაც გზიდან, როდესაც აი თუშეთის გზას შევუყავით, უამრავი მოგზაური, მათ შორის გერმანული ნომრებით მანქანებით, პოლონური ნომრებით მანქანებით, მანქანის ჩამოსული მოგზაურები, ბაიკერები, ველოსიპედებით ადამიანები, ეს თუშეთის ტურისტული პროდუქტიდან გამომდინარე, იმიტომ რომ ძალიან ბევრი ფეხით სასიარულოა, ბილიკია იქ და რა თქმა უნდა, მოგზაურებიც შესაბამისად სათავგადასავლო ტურიზმის მოყვარული მოგზაურები იყვნენ, სავსე იყო თუშეთი კერძოდ ევროპელი მოგზაურებით. სწორედ იმის ხაზგასმა მინდა დაახსნა, რომ საქართველოში პროდუქტის და ინტერესის მიხედვით ყველანაირი ტიპის მოგზაური მონახავს თავისი გემოვნების შესაბამისად საინტერესო ადგილს. კონკრეტულად ჩინელებზე თუ მეკითხებით, რა თქმა უნდა, ჩინელებს ძალიან უყვართ განსხვავებული კულტურის აღმოჩენა, ძალიან ინტერესიანი მოგზაურები არიან, ფეხით სიარულიც არ ეზარებათ, მათ შორის სათავგადასავლო ტურიზმი ძალიან აინტერესებთ განსხვავებული ხდება შესაბამისი პროდუქტები ნებისმიერ ტურისტზე მაგ ამ შემთხვევაში ლაპარაკი არა მხოლოდ ერთ კონკრეტულ მიმართულებას თუმცა რეალურად აქ თქვენ ამბობთ რომ ყველა გემოვნებისთვის ვართ საინტერესო შეუძლებელია რომ არ დაგეთანხმოთ თუმცა რამდენად შესაბამისი ინფრასტრუქტურის მომსახურებთ აი ამ ყველაფრით რამდენად რეალურად ჩვენ როდესაც საუბრობთ საინტერესო აღმოჩენებზე როგორც საინტერესო ქვეყანაზე ეს რა თქმა უნდა არის ერთი მხარე და მეორე მხარე არის მომსახურება და სერვისი ზოგადად ჩინელი მოგზაურებისთვის მთელ მსოფლიოში განსხვავებული ტურისტები არიან განსხვავებული სერვისი ჭირდებათ და სწორედ ამიტომ ჩვენი მარკეტინგული კამპანიის ფარგლებში სექტემბერში გვექნება ბიზნეს სექტორისთვის ვთქვათ ამ ჩვენი კამპანიის ერთ-ერთი კომპონენტი არის ტრენინგები China Ready არსებობს ესეთი სახელმწიფო პროგრამა
პროგრამა ჩინელების მიერ აპრობირებული სახელმწიფო პროგრამა, რომელიც ეხმარება სხვა ქვეყნებს ატრენინგებს კერძო სექტორს და ასწავლის, ასე ვთქვათ, როგორ დახვდეს ჩინელ მოგზაურს. ეს თვითონვე შეიმუშავეს ჩინელებმა, იმიტომ რომ თვითონვე მიხვდნენ ბარიერები დანარჩენ მსოფლიოსთან. ეს არა მხოლოდ ენის ბარიერია, ეს კულტურის ბარიერია. პირობითად ვამბობ, ძალიან მარტივი რამ შეიძლება არც იცოდე, მაგრამ ჩინელები არ სვავენ არც ცივ და არც ცხელ წყალს, სვავენ მხოლოდ თბილ წყალს. თუ ეს არ იცი, მაგალითად სასტუმრო პირობითად ვამბობ. ხო, ამიტომ საინტერესოა, რამდენად მზად არის ქართული სამასპინძლო სექტორი ამ ყველაფრის. ეს კულტურული, ესეც პროცესი არის, ესეთ პირდაპირ ვერაფერი ვერ გეცოდინება, ხო? ჩვენთვის ახალია ეს ბაზარი, რა თქმა უნდა, ვიზო რეჟიმიც ახალია და ეს პროცესი ჩვენი და კერძო სექტორის ერთად გასავლელია. ტურიზმი თავისთავად არის ისეთი ინდუსტრია, სადაც ყველა ერთად არის ჩართული, ყველა ერთად არის მასპინძელი. შესაბამისად, გამოცდილებებით ვსწავლობთ, რა თქმა უნდა, გარკვეული გაიდლაინები უკვე არსებობს, რითაც ჩვენ ხელმძღვანელობთ, მათ შორის ჩინელ პარტნიორებთან ერთად და რა თქმა უნდა, ყველაფერს ვითვალისწინებთ, თუმცა ეს პროცესი კერძო სექტორთან ერთად ახალი ბაზრის, ახალი გამოწვევების ერთობლივად გასავლელია. თქვენ ბევრი ახსენეთ მარკეტინგული კამპანია და მინდა რომ ყველაფერი მოვასწროთ დღევანდელი ჩვენი საუბრის განმავლობაში. მარკეტინგული აქტივობები, რომელიც დაგეგმილი გაქვთ, გამოფენები, რომელშიც აქტიურად ღებულობთ მონაწილეობას, რა პრინციპით ირჩევა? თქვენ საუბრის დასაწყისში თქვით, რომ რეალურად შედეგი გვაქვს სახეზეო, ხო, ტურისტების რაოდენობიდან გამომდინარე და ვიზიტების რაოდენობიდან გამომდინარე, მაგრამ რა პრინციპით ირჩევთ პირობითად, რომელ გამოფენაში მიიღოთ მონაწილეობა და რამდენად რეალურად შედეგის თვალსაზრისით გეხმარებათ? ან აი ამ გამოფენაში, ამათ კონკრეტულ გამოფენაში, რომელი ტურისტული კომპანიები წაიყვანოთ, ან რომელი როგორ ვარჩევთ? კი ბატონო, რა პრინციპით არჩევთ და რამდენად დაცულია და რამდენად აი აქ თავშად რაღაც ვიწრო ინტერესები ხო არ არის, ხომ არ შეიძლება იყოს რაღაცნაირად თავშად განმაპირობებელი ამა თუ იმ არჩევანისას და რამდენად ობიექტური შემფასებლები ხართ და ამრჩევი აი ამ პროცესი, იმიტომ რომ რეალურად სწორი სურათი მივიღოთ და ტურისტების ის რაოდენობა, რომელთაც ასე ვამაყობთ, კიდევ უფრო მეტი იყოს. კი ბატონო, ხო ვეცდები ძალიან დეტალურად დავხსნა ეს პროცესი, იმიტომ რომ ჩვენ არ ვარჩევთ გამოფენებს, ჩვენ გვაქვს ელექტრონული პლატფორმა, სადაც დარეგისტრირებულები არიან ტურისტული კომპანიები თავიანთი კრიტერიუმების მიხედვით, მცირე ვინც ახალი დამწყებია, სტარტაპია, პირობითად ვამბობ, რომ მასაც შესაძლებლობა მოექცეს და უკვე შედარებით ბაზარზე დიდხანს მყოფი ტურისტული კომპანიები და ასევე სასტუმროები. კონკრეტულად გამოფენებზე ვსაუბრობთ ახლა, ხომ? ეს ადამიანები რეგისტრირდებიან ჩვენ წლის განმავლობაში, წლის ბოლოს ვაცხადებთ შემდეგი წლის გამოფენებს. ვაცხადებთ გამოფენებს, ყველა მსხვილ გამოფენას, მსხვილ ბაზარზე რაც არის და ვეკითხებით სექტორს, სად სურთ წასვლა და რომელი ბაზარი აინტერესებთ. იმის მიხედვით გამოფენებზე ვინს უფრო მეტი ხმა აქვს, რომელ გამოფენას. ახლა ტრადიციულად დუბაიში ATMs, ან ლონდონში WTMs, ბოდიშს ვიხდი ამ ინგლისური სიტყვების, მაგრამ ნუ ესე ქვია. გერმანიაში ITV Berlin-ს ამას კითხვაც არ ჭირდება, იმიტომ რომ აუცილებლად უნდა. არის ახალი ბაზრები, ვთქვათ, ინდოეთი, ჩინეთი, კონკრეტული ქალაქი აინტერესებთ, კონკრეტული გამოფენა აინტერესებთ, სინგაპურში ვიყავით მაგალითად წელსაცდელად და ძალიან მოეწონათ სექტორს, კორეაში ვიყავით საცდელად და ძალიან საინტერესო ბაზარია. ევროპის ქვეყნებშიც, მათ შორის იტალიაში, მილანში ვიყავით, პოლონეთში, ფინეთში, მოკლედ ჩვენ ამ დივერსიფიცირებულად ვაცხადებთ ქვეყნებს თავისი გამოფენებით, რომ ზოგ ქვეყანაში მაგალითად 2-3 გამოფენაა და უკვე კერძო სექტორი, ეგრეთ წოდებული ხმის მიცემის პრინციპით, რომელი გამოფენაც მეტ ინტერესს დაიმსახურებს, ასე ვთქვათ, კერძო სექტორისგან, ჩვენ იმაზე ვაკეთებთ არჩევანს. ანუ ეს ჩვენი, ასე ვთქვათ, მანდატორული არჩევანი და ხედვა არ არის, ეს არის გაზიარებული არჩევანი. შეიძლება ითქვას, არის ქვეყნები და გამოფენები, სადაც მეტია ინტერესი. სხვადასხვა უნდა აღინიშნოს, რომ მილანში ჩვენთან ერთად მხოლოდ 4 კომპანია იყო კერძო და მეტი ინტერესი კერძო სექტორმა არ გამოაცხადა, თუმცა ინდოეთში 42 კომპანია იყო, შანხაიში 46 კომპანია იყო. შესაბამისად, ახალი ბაზრები მაინც უფრო საინტერესოა, როგორც ჩანს. ტურისტული კომპანიებისთვის ტრადიციულად ალბათ ევროპულ ბაზრებზე მათ უკვე ყავთ პარტნიორები და ვფიქრობ, რომ სწორედ ეს შეიძლება იყოს თქვა ნაკლები. და მივედით ლოგიკურად იმ ნაწილამდე, რომ რას ვახვედრებთ აქ.
წლების განმავლობაში იმის გათვალისწინებით რომ მე ბევრი წელი ამ ყოველ პროცესს ვარდნებ თვალს იყო ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა მაგალითად განთავსების ადგილების რაოდენობა, რამდენად შეგვეძლო ამ განთავსების ადგილების რაოდენობის ისე დაკმაყოფილება, განსაკუთრებით რადგან ზაფხულის სეზონი ახსენეთ და ყველაზე აქტიური პერიოდი აი ამ ნაწილში. მე იყო ამ ყველაფერთან ერთად იყო აი რამდენად ხარისხიანად მაგალითად კვებითი სისტემა, ყველაფერი ეს სამასპინძლო სექტორი ხო არ არის მხოლოდ სასტუმრო პირობითად ჩამოვიდეს ადამიანი იმას მთელი ის ჭირდება ხო ჯაჭვი მიწოდების ჯაჭვი რომელიც სრულად გამართულად და ფუნქციონირებდეს და წლიდან წლამდე მეტნაკლებად ჩემი წარმოდგენით ყოველ შემთხვევაში ამ მართლებით კარგად დავიხვეწეთ მაგრამ რამდენად რეალურად ვართ მზად იმისთვის რომ 8 მილიონი ტურისტი ძალიან დიდი მაჩვენებელია ჩვენაირი ტიპის ქვეყნისთვის რომ 8 მილიონი ტურისტს უმასპინძლოთ ისე რომ 8 მილიონიდან 8 მილიონის დაბრუნდეს პირობითად უკან და კიდევ დაემატოს 2 და 3 მილიონი შემდგომ წლებში, ხო? რამდენად რეალურად არის სამასპინძლო სექტორი, როგორც სახელმწიფოს გადმოსახედიდან, სახელმწიფოს მიმართულებით, მაგალითად ინფრასტრუქტურული გზები, ამ მთელი სტრუქტურა, ასევე რამდენად თვითონ სამასპინძლო სექტორი მზად არის, სასტუმრო, რამდენად ბევრი ახალი სასტუმრო შენდება, ამას რაღაც გარკვეულწილად კი უყურებთ, მაგრამ ეს რაოდენობრივად ამ პროცესს რეალურად ემსახურება სწორად? პირველ რიგში მინდა აღნიშნო, რომ 2019 წელს ჩვენ უკვე ვუმასპინძლეთ 9 მილიონ ტურისტს, ძალიან წარმატებული წელი იყო კოვიდამდე. იყო პანდემია და პანდემიამდე იყო ეს წელი, პანდემია გლობალური პროცესები, გამოცდილება ქვეყანას და სამასპინძლო ინდუსტრიას აქვს 8 მილიონს და 9 მილიონს რომ უმასპინძლოს მაღალ დონეზე. თუმცა ამის შემდეგ, რა თქმა უნდა, ძალიან ბევრი რამე შეიცვალა, ბევრი სასტუმრო ახალი გაიხსნა, ბევრი რესტორანი ძველი დაიხურა, ახალი გაიხსნა, ტენდენციები შეიცვალა. ეს არის პროცესი განვითარების, სადაც რა თქმა უნდა გამოწვევები მუდმივად არსებობს, უკეთესი ყოველთვის გვინდა, მათ შორის სასტუმროების ინდუსტრიაშიც, აი რამდენიმე დღის წინ კიდევ თქვა ძალიან კარგი სასტუმრო შეემატა თბილისს, ხო? კარგი სასტუმროებიც გვაქვს, უკეთესიც შეიძლება იყოს სამასპინძლო ნაწილში, ხა ჩვენ რამდენიმე ძალიან კარგი პროექტი გვაქვს, იცით გასტრონომიას ძალიან ხელს უწყობთ და ასე ვთქვათ გულშემატკივრობთ და ვცდილობთ ძალიან ბევრი პროექტი ვაკეთოთ, იმიტომ რომ გასტრონომია და ღვინო არის ნამდვილად ამ ქვეყნის განსაკუთრებული ასე ვთქვათ მარგალიტი, რისთვისაც საქართველოში შეიძლება ადამიანი ჩამოვიდეს, ეს ნამდვილად არის გასტრონომია და ღვინის 8000 წლოვანი ტრადიცია ერთად. ფეხ და ფეხ ვითარდება, მე ვფიქრობ, სახელმწიფო ინფრასტრუქტურას, რასაც გულისხმობთ თქვენ და მათ შორის კერძო ბიზნესი, სამასპინძლო ბიზნესი, მათ შორის მოთხოვნების მიხედვით, მათ შორის საერთაშორისო ტენდენციების და ტრენდების მიხედვით. ამიტომ ვფიქრობ, რომ იმ პოზიციაში და იმ მდგომარეობაშიც ჩვენი ქვეყანა ახლა არის, რა ციფრებსაც ვსაუბრობთ, რა პროდუქტებიც გვაქვს მზად, თუმცა ძალიან ბევრი, მათ შორის ტურისტულ პროდუქტზე ვსაუბრობთ, მათ შორის კერძო სექტორის მხრიდან დასამუშავებელია ახალი ინიციატივები ერთობლივადაც გასაკეთებელია, ბევრი ახალი რამ შეიძლება ჩვენმა ქვეყანამ შესთავაზოს მოგზაურებს. მაინც ვფიქრობ, რომ 2025 წლისთვის სადაც ვართ, როგორც ვართ, როგორ კონკურენციაშიც ვართ ჩვენი ტიპის ქვეყნებთან, საკმაოდ წარმატებით ვახერხებთ იმას, რომ მივიღოთ და უკან კმაყოფილიც გავუშვათ მოგზაური. ერთი რაღაც მინდა დავამატო, არა თუ ერთხელ, არამედ ორჯერ დაბრუნებაზე გააკეთეთ თქვენ აქცენტი. ჩვენ გვაქვს ჩვენი შიდა მოხმარებისთვის, იმისთვის რომ გავზომოთ რამდენად სწორად ვაკეთებთ კამპანიებს და მათ შორის შეფასებები მოგზაურებისთვის. ესეთი პლატფორმა გვაქვს, როდესაც საქართველოდან მოგზაური გადის, აეროპორტში ინტერნეტი რო დაიჭიროს, ამოუგდებს გამოკითხვას, ეგრეთ წოდებული feedback სისტემა არის, სულ რამდენიმე კითხვაზეა საუბარი და ერთ-ერთი რომ შეაფასოს მოკეთ მოგზაურობა. პასუხობენ მუდმივად ძალიან კარგი შედეგები გვაქვს ხოლმე, მათ შორის რჩევები, მათ შორის რა არ მოეწონათ, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენთვის, რომ ვიცოდეთ პირველი შეიძლება იყოს თბილისში და რომ მიდიხარ პირობითად დასავლეთში, კლავაც პრობლემაა, ეგრეთ წოდებული საპირფარეშოების თემა, ძალიან სერიოზული პრობლემა. საპირფარეშოების თემა გამოწვევა არის. არა, კი, საქართველოში საპირფარეშოების თემა ნამდვილად გამოწვევა არის. და ეს არ არის მხოლოდ ქართული პრობლემა, საპირფარეში ზოგადად პრობლემები სხვადასხვა ქვეყნებს მეტნაკლებად ერთნაირი აქვთ, იმიტომ რომ ადამიანები ვართ ყველა და გამოწვევა არის. ნამდვილად
ადვილად საპირფარეშო და არის ეს ერთ-ერთ საკითხად. არის მაგალითად მომსახურებები, ტაქსის მიმართულებით და შემდგომ ეგეც ალბათ გამოწვევა. ტაქსის მიმართულებით გაძვირებული მომსახურება არ მართალი გითხრათ არ შემხვედრია ეგრეთ წოდებულ ჩამონათვალში. მაგრამ მან საინტერესო აქცენტი, რაზეც მინდოდა, რაზეც დავიწყეს საუბარი არის ის, რომ მე რამდენად ხარ ან თუ დაბრუნდები, გვაქვს ესეთი კითხვა. საკმაოდ მსუყე პროცენტი არის მეორედ და კიდევ უფრო დიდი პროცენტი საერთო გამოკითხულობიდან იძახის, რომ აუცილებლად დაბრუნდება მეორედ და სხვა მეგობრებს წამოიყვანს, ან თუ მეგობრებთან ერთად არის ოჯახს წამოიყვანს. რაც საბოლოო ჯამში იმას ნიშნავს, რომ როდესაც ამ ქვეყანაში მოგზაური ჩამოდის, იმის შეგრძნება, რომ კიდე სხვა რამე უნდა აღმოაჩინოს, იმიტომ რომ პირობითად ვამბობ, თუ კახეთში ხარ, იქ გაიგებ, რომ არსებობს მთაც და ყაზბეგიც და სვანეთიც მოგზაურობის, რომ საუბრობთ გინდა რომ დაბრუნდე. აქვს ეს ამ ქვეყანას ამის უნიკალურობა ბუნებრივად და ჩვენ ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია, ეკონომიკის სამინისტრო, საქართველოს მთავრობა თუ კერძო სექტორი, ტურიზმი ზოგადად ყველა სფეროა, ყველა ჩართულია, სრულიად საქართველოს მოსახლეობა მონაწილეობს ამ პროცესში. ხომ ასია? შესაბამისად ჩვენ ვცდილობთ, რომ ის რაც ბუნებრივად გვაქვს, მივეხმაროთ იმისთვის, რომ აქ ჩამოსული სტუმარი უკან ბედნიერი წავიდეს. ცოტა დრო დაგვრჩა, თუმცა აუცილებლად მინდა ვიკითხო თქვენი კოლეგების ნაწილს, კერძო სექტორიდან აქვს კითხვები, რომ რეალურად რამდენად ასახავს კი ეს სტატისტიკური მაჩვენებლები არსებულ რეალობას. რა პასუხი გაქვთ? ანუ მაგალითად მათ მიაჩნიეთ, რომ სად არის ეს ტურისტი, რომელ სასტუმროშია, რომელ განთავსების ობიექტშია. რეალურად რის საფუძველზე დგება ეს სტატისტიკური მაჩვენებლები? მე ძალიან ბევრჯერ ყოფილა ამ თემაზე საუბარი, კითხვა, ზოგი ვერ გებულობს, არ ვიცი რატომ არის ეს ერთულად ბევრჯერ ავხსენით. ჩვენ წეს არ არის ასე ვთქვათ ქართული ნოუ-ჰაუ, ჩვენ არ გამოგვიგონია დათვლის მეთოდი. მთელი მსოფლიო ასე ითვლის ტურისტებს, ეს არის გაეროს ტურიზმის ორგანიზაციის მიერ შემუშავებული დათვლის სისტემა და ასე ითვლება მთელ მსოფლიოში საერთაშორისო მოგზაურების ოდენობა და ტურისტული ვიზიტების ოდენობა, ხომ? შესაბამისად, ტურიზმის ადმინისტრაციას კოლეგა უწყება, აძლევს მონაცემებს, ასე ვთქვათ, ნედლ მონაცემებს, რის საფუძველზეც სპეციალური მეთოდოლოგიით, როგორც აღვნიშნე, როგორც მთელ მსოფლიოში ითვლება, ჩვენც ასე ვითვლით. ამიტომ მესმის, რომ შეიძლება ესე ქუჩაში ვერ დავინახიან, ამ სასტუმროში არიან, არ არის, ასე სპეკულაციურია, უფრო შეფასებული. ვერ გეტყვით, რომ ეს შეიძლება სპეკულაციური იყოს, ალბათ ხმამაღალი ნათქვამია, უბრალოდ შეიძლება აი გარკვეული სასტუმროს მეპატრონეს, პირობითად ვამბობ, ან გარკვეული რესტორნის მეპატრონეს, თუ თვითონ ვთქვათ ბიზნესი შეიძლება იმ წუთას კარგად არ აქვს, ეს ხომ საზოგადო დარგის პრობლემა არ არის. ასევე უნდა აღინიშნოს, რომ კოვიდის შემდეგ ძალიან ბევრი სასტუმრო გაიხსნა. შესაბამისად, მოთხოვნა მიწოდების ამბავიც არის, არ მგონია რომ ეს მხოლოდ ტურისტების ოდენობას სიმცირეზე იყოს. უბრალოდ აი კარგი რესტორნები, რომლებიც არის, ან კარგი სასტუმროები და კარგი სერვისები, სადაც არის. რა ვიცი, აბა რთულია ჩემგანაც თქვა, მაგრამ მე მგონია, რომ მაინც უფრო შიდა კონკურენციის ამბავია და ალბათ უფრო მეტი მათ აქვს სამუშაო, თუნდაც მეტად რომ მოიზიდონ მომხმარებელი, ვიდრე ქვეყანას კონდეს პრობლემა. დიახ. კი ბატონო, რეალურად შეგვიძლია იმის თქვა, რომ საქართველოს აქვს ტურიზმის სტრატეგია, ანუ საით მივდივართ, ანუ რა მიზანი გვაქვს, როგორი ტიპის ტურისტული ქვეყანა უნდა ვიყოთ? კონკრეტულად სტრატეგიაზე, როგორც დოკუმენტზე რო ვისაუბროთ, 2000 წლამდელ წელს 10 წლიანი სტრატეგია, ასე ვთქვათ, გადის და ჩვენ მუშაობთ შემდგომ 10 წლიან სტრატეგიაზე, სადაც რა თქმა უნდა კერძო სექტორთან ერთად და საერთაშორისო ორგანიზაციებთან ერთად დავდებთ ხედვას, როგორი უნდა იყოს მათ შორის შუალედური სამოქმედო გეგმებით, მოკლევადიანით, გრძელვადიანით, ეს შეეხება როგორც მარკეტინგულ ხედვას, ნუ პირველ რიგში რა თქმა უნდა, სამიზნე ბაზრებს, მათ შორის პროდუქტის განვითარებას, რამდენ მილიონ ტურისტზე შეგვიძლია გავიდეთ შუალედურ თუ გრძელვადიან ხედვაში. ამ ეტაპზე ეს რაც შეეხება დოკუმენტს, ამ ეტაპზე ჩვენი სტრატეგია არის დივერსიფიცირებული ბაზრები, მეტი პირდაპირ რეისის დანიშვნა, მეტი სიხშირის დამატება, პროდუქტის განვითარება, სწორი კამპანიები, ცნობადობის ამაღლება და საქართველოს იმიჯის ფორმირება. კი ბატონო. ძალიან დიდი მადლობა საინტერესო საუბრისთვის. წარმატების გისურვებთ და სიამოვნებით გიმასპინძლებთ კლავად ბიზნეს პარტნიორის ეთერში მაია ომიაძე საუბრობდა.